ყველაფერი ეხლა დისკომფორტს გესმით ხალხის ხმა? გამოვატარეთ რა. გამოვატარეთ. მონას გიწოდებენ ბატონოლებან, გესმით? გამოვატარეთ. ამ შეძახილების ფონზე სასამართლო კლანის ლიდერი ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობდა რეჟიმის სხვა მოსამართლეების შესვლას რესტორან ბაბილოში. მასაც და სხვა მსაჯულებსაც გაბრაზებული მოქალაქეების პროტესტის ფონზე უწევდათ წვეულებაზე შესვლა. ზოგი რესტორნის უკანა კარიდან ჩუმად ცდილობდა შენობაში მოხვედრას. ასეთი აღმოჩნდა მაგისტრანტი მოსამართლე რევაზ ნადოი. რა დღეში ჩაყარათ, რა დღეში ბიძინავ. რა დღეში ჩაყარათ, რომ გიტყდება. იმის თქვა გიტყდება, რომ მოსამართლე ხარ. მოსამართლე ხარ, მაგის თქვა გიტყდება. ზოგიც აქციის მონაწილეების პირისპირ აღმოჩნდა და დაკუზლს მოუწია რესტორანში გასართობად შესვლა. უკანონოდ დაკავებული დედების წინ თავდახრილი კლანის კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი გვრიტიშვილიც აღმოჩნდა. ხართ არ გწვენია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს მოასრულებ. მითხარით კი თუ არა ერთი სიტყვა. ისე კომფორტულად გწნობ. ჩახრილი რომ შედი ხარ? ესეთი დაკუზლია. რესტორან ბაბილოში სასამართლო კორპუსის 400-მდე მსაჯულიდან მხოლოდ 100-მდე მოსამართლე მივიდა. მათ შორის არიან სააპელაციო უზენაესის, თბილისის საქალაქოსა და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც ქართულ ხალხს ხმას ვერ სცემდნენ და სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ ამტკიცებდნენ. კითხვებზე პასუხს არ სცემდნენ არც ჟურნალისტებს. მდუმარე მსაჯულებს შორის იყვნენ იზა კელენჯერიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების განხილველი. სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა პროტესტში აღმოჩენილი გიორგი არევაძეც, თუმცა თავი მაინც ვერ შეიკავა და ნანუკა ჟორჟოლიანის ძალით გაწევას ცდილობდა. უხერხულად იღებოდა გაბრაზებულ ხალხში აღმოჩენილი კლანის კიდევ ერთი წევრი უზენაესის სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე. მოქალაქეების მიმართ სისხლსა და აგრესიას ვერ მალავდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი. ის სხვა მდუმარე მსაჯულებისგან მხოლოდ ამით განსხვავდებოდა. მიწა უნდა იწოდე, დაძილებ, რა გეკეიფება? რა ხელი გეკეიფება? ხელი ხო სანქციები მოგეწონა. ხელი არ გეხები, არ გეხები. ნაძირალა ხარ. მოიმკი ყველაფერი დამნაშავეები ხარ. მაგარი სათვალეა. კი, მადლობა. შენი დაითრა თუ ხთამით, ჰა? შენ რამდენი გადაგიხადე სასმოსვლად? მე ხალხს მიხდია სამსახურში შეგაგასხოვები შენ. მოინა. ნახული აქედან. კლანურ წვეულებას ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილიც. რესტორანში შესვლას ის აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე ელოდებოდა. მისგან განსხვავებით მოქალაქეებმა ბაბილოში არ შეუშვეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი. უკან მობრუნებული კი ჟურნალისტებს ვერ პასუხობდა, მხარს უჭერს თუ არა ევროპულ მომავალს. ევროკავშირში გაწევრიანება გინდა? იცით რა არის? ძალიან უადგილო კითხვა არის. ევროპა არის საქართველოს მომავალი. ამაზე არ არსებობს ორიოდეს სიტყვა. ევროპა გეუბნებათ, რომ თქვენ ოლიგარქის ინტერესებს ასრულებთ. ევროპა გეუბნებათ, რომ თქვენ ოლიგარქის ინტერესებს ასრულებთ. მე ამ დაგვარი გრამ განცხადება ევროპისგან არ მოგისმენთ. ევროპარლამენტარები არაობიექტურები არიან? მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური, კომპეტენტური
ფაქტური. სტუმრების სიაში იყო ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მოსამართლე ქეთევან ჭაჭვაძე. მოსამართლე, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭები მტკიცებულებების არარსებობისა და დასაბუთების გარეშე პატიმრობაში დატოვა. რესტორანს სტუმრობდა გვარამიას საქმის საანქცირებული მოსამართლეც. ლაშა ჩხიკვაძე, ვინც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და ხალხს მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ ცნობს. შიგნით ბანერის, რომელიც აქვს დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს და ოჯახის წევრებს აქვს დაშლილი ისმის საყვირების ხმა. სასამართლო პლანისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იყო რესტორნის დატოვება. ერთ-ერთი ვინც შენობა პირველმა დატოვა ივანე ყიფიანია. საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს. თავდახრილი მსაჯული თავის გადარჩენას ავტობუსში ასვლით ცდილობდა, მაგრამ ავტობუსის მძღოლმა მას კარი არ გაუღო. ივანე ყიფიანი დავალებების კარგად შემსრულებელი და სისტემის ნაწილი მოსამართლეა. ივანე ყიფიანის მსგავსად რესტორნიდან გამოსულთა ნაწილი ხმას არ იღებდა. ზოგი სახის მალავდა და შეძლების დაგვარად გარბოდა. ზოგმაც ალბათ ცოტა დალია და გათამამდა. ანდრო ჭიჭინაძის მაგალითს რო გავიხსენოთ, არა ის თქვენ უხერხულობის შემქმნელი? ბავშვებს რომ ციხეში უშვებთ. ბავშვებს. არაფერს აიტყვით ბატონო მოსამართლე. კარგად იქეიფეთ? არაჩვეულებრივ. კარგი იყო ელარჯი? მაგარი ხო? მთავარი არხის ჟურნალისტ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე უზრდელს მხოლოდ იმიტომ ეძახდა, რომ კითხვაზე პასუხი არ გაეცა. მის კვალდაკვალ იყვნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მსაჯული ირაკლი ჭიკაშუა. ხეს რატომ კრავ? გაიწია გამატარე რა. ბავშვებს რომ ციხეში სალთ, ეს უხერხულობის შემქმნელი არ არის თქვენთვის? უხერხული შენ ახარ ახლა გაუზრდელი ხარ მეტი არაფერი რა. შეურაცხყოფას რატომ? გაუზრდელი ხარ. მოსამართლე ბრძანდებით. სამართალს უნდა იცავდეთ. უზრდელი ხარ მეტი. უხერხულობას არ გიქნით? ბავშვებს ციხეში რომ უშვებთ? დამსახურებულად უშვებთ ციხეში, ეს კიდე სხვაც. ბავშვებს რომ ციხეში უშვებთ? ბავშვებს რომ ციხეში უშვებთ, ეს უხერხულობას არ გიქნით? შეგიძლიათ პასუხი გამცეთ. ბატონო მოსამართლე. განსაკუთრებულ დავალებათა და მობილიზება მოხდა თქვენს გამო აქ. ხო, გაგეცით. მოგწონთ ეს ფაქტი? ადამიანებს რომ აკავებენ, ათეულობით ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ თქვენს წინ, თქვენი შენობის წინ, რომელშიც თქვენ იყავით და ჭამდით უბრალოდ. მოგწონთ ეს ყველაფერი? რაც ახლა ქვეყანაში ხდება? მოსამართლეებს კლანურ წვეულებაზე შესვლაც და გამოსვლაც უპრეცედენტო იყო. მსგავსი პროტესტი აქამდე სასამართლოს ისტორიაში არ ყოფილა. გართობის დასრულების შემდეგ სპეციალურად მათთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი რესტორან ბაბილოსთან მიიყვანეს და სპეცრაზმელებმა ნაქეიფარ მსაჯულებს კორდონი მხოლოდ იმიტომ გაუკეთეს, რომ ისინი ზედმეტად არ შეწუხებულიყვნენ. კლანის ერთგული მოსამართლეებისთვის საგანგებოდ პერიმეტრს წყლის ჭავლის მანქანა ამაგრებდა. იმის პარალელურად, რომ მთელი პერიმეტრი კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას ეკავა.